ზოგიერთი მას პომიდორის соуს უწოდებს, მაგრამ ამ соуს ძალიან ცოტა საერთო თუ აქვს პომიდორთან. დღეს გავარკვევთ თუ ვინ არის და რა არის ამ ეპიზოდში. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძს, რომელიც თუ იტალიური სამზარეულოს მოყვარული ხარ, აუცილებლად გასინჯული უნდა გქონდეს. ეს соуსი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული соуსი მსოფლიოს გარშემო და მას ასევე პოპულარობას მატებს უსაყვარლესი ლაზანია. იმედია მიხდით რომ соуსას გავაკეთებთ. ეს იქნება რაგუ ბოლონეზე. და შემდეგ რაგუ ბოლონეზეთი გავაკეთებთ ბოლონეზეს პასტას. ძალიან ბევრს გონია რომ ეს არის პომიდორის соуსი, რადგან წითელი შეფერილობის არის, მაგრამ ეს არის სუფთად ხორცის соуსი, ცოტა პომიდორის ტონებით. დღეს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საუკეთესო და ტრადიციული ბოლონეზე. ამიტომ დრო აღარ დავკაგოთ და დავიწყოთ. და ბოლონეზის მომზადებაში დაგვეხმარება Fiamma Vesuviana's პროდუქცია, მათ აქვს როგორც პასტები, ასევე კონსერვირებული პომიდორები და როგორც მიხვდეთ, Fiamma-სთან ერთად მოვაწყობთ ნამდვილ იტალიურ საღამოს. ამისთვის დაგჭირდებათ 150 გრამი პანჩეტა ან ბეკონი, 300 გრამი საქონლის ფარში, 90 გრამი ნიახურის ღერო, 60 გრამი სტაფილო, 90 გრამი თეთრი ხახვი, Fiamma-ს ტომატ პასტა, 90 გრამი თეთრი ღვინო, 150 გრამი რძე და 300 გრამი საქონლის ბულიონი. და რომელი პასტას თქვენ გულს გაუხარდება Fiamma Vesuviana's დიდი ასორტიმენტიდან. პირველი უნდა მოვაზადოთ სოფრიტო, რომელიც არის ნიახურის, თეთრი ხახვის და სტაფილოს მიქსი. ეს არის თითქმის ყველა იტალიური გემრიელი კერძის ბაზა. ამიტომ როცა შეგხვდებათ ხოლმე რეცეპტებში სოფრიტო, არ დაიბნეთ, ეს არის ნიახურის, სტაფილო და ხახვი. ეხლა კი წვათ დავაკუცმაცოთ. დავაწვეთ და დავჭრათ ჟულიენებად. და ეხლა ჟულიენებად დაჭრილი ნიახური დავჭრათ ბრუნვად, ანუ პატარა ოთხკუთხედებად. ეხლა კი ავიღოთ სტაფილო, მოვაჭრათ გვერდი, ერთი, რომ კარგად დაფიქსირდეს და აღარ იგორავოს და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. და შემდეგ ეს თხელი ნაჭრები დავჭრათ ჟულიენებად და შემდეგ ისევ ბრუნვად. ხახვის აჭრა უკვე მგონია რომ ყველა მიცის. ესეც ჩვენი სოფრიტო. ერთი პატარა ფაქტი სოფრიტოზე, იტალიურ კულინარიაში მას ქვია სოფრიტო, ხოლო ფრანგულ კულინარიაში მას ქვია მირეპუა. ზუსტად ერთი და იგივე რამა. ეხლა კი ვიწყებთ ერთ-ერთ მთავარ პროცესს, სოფრიტოს მომზადებას და აქ შენ არ გჭირდება არც მისი დაწვა, არც კარამელიზაცია, არც გაყავისფრება, არაფერი მსგავს. ეს არის ძალიან ნელი პროცესი, რის შემდეგაც ჩვენი სოფრიტო არც უნდა დაიბრაწოს, უბრალოდ უნდა დარბილდეს და გამოუშვას შიგნიდან ის შაქრები და ის გემოები და არომატები, რომელსაც აქვს. და ამ ყველაფერს ჭირდება მხოლოდ დრო. მეტი არაფერი და ცოტა კონტროლი. ეხლა იწყება ძალიან ნელი პროცესი, რომელსაც ქვია გემოს ჩამოყალიბება. გავიდა 15 წუთი. და კიდევ ველოდებით რომ დარბილდეს ჩვენი სოფრიტო. კიდე ხრაშუნობს. ანუ იმ კონდიციამდე უნდა მივიყვანოთ, რომ საერთოდ არ იგზნობოდეს პირში და არ ქონდეს კაბეჭა. კიდევ დაახლოებით 15 წუთში დაგიბრუნდებით. გავიდა არც მეტი და არც ნაკლები 9 საათი. მზად არის ჩვენი მირეპუა ან სოფრიტო და ეხლა შეგვიძლია დავუმატოთ დაჭრილი პანჩეტა ან ბეკონი. 150 გრამი. ბეკონი ან პანჩეტა და ზოგადად ღორის ცხიმი უფრო დიდ სიღრმეს აძლევს კერძებს და ამ შემთხვევაში ჩვენს ბოლონეზესაც უფრო ასე ვთქვათ სრულყოფილ და ბევრად უფრო გემრიელს გახდის. როგორც ხედავთ, კარგად დარენდერდა და დადნა ბეკონის ცხიმი. და ახლა დავუმატებთ 300 გრამ საქონლის ფარშს. ხორცის დადების შემდეგ ძალიან ხშირად უშვებენ იმ შესწავლას, რომ ძალიან ბევრს უქიქინებენ და მშლიან და ზოგჯერ არ არის. ერთხელ რომ დადებთ და დააბრტყელებთ, ცოტა მარილს რომ მოვაყრეთ და პილპილს, შეგიძლიათ რომ გააჩეროთ დაახლოებით 1-3-4 წუთი, რომ კარგად დაიწვას ხორცი. ანუ კარგად მოიბრაწოს და მივიღოთ მაიარდის რეაქცია. ან კარამელიზირებული გახდეს ჩვენი ხორცი. ბურგერებშიც გიყვართ. როცა ხორცი კარგად მომზადდება, დავუმატოთ ღვინო. ეს გავუკეთებს დეგლაზირებას, ანუ ქვევიდან მოაშორებს იმ მიმწვარ ხორცებს და უფრო გემრიელს გახდეს соус. და ღვინო რომ ავარცხდება, დავუმატოთ Fiamma-ს ტომატის პასტას.
და ტომატის შერევის შემდეგ მოდის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ბევრისთვის ძალიან უცნაური ინგრედიენტი, რძე, ამცირებს ჟავიანობას და შემდეგ უფრო რბილს და უფრო ხავერდოვანს ხდის მის ტექსტურას. პირველად უფრო ნაზი მისართმევი ხდება ჩვენი ბოლონეზი. ამიტომ ეს არც ერთ ვარიანტში არ გამოტყუთ. რომ გაერთგვაროვდება მასა, ეხლა დავუმატებთ 300 მგ ბულიონს. ბულიონის დამატების შემდეგ, ან თქვენ შეგიძლიათ რომ წყალიც გამოიყენოთ, იწყება თავარი. ლოდინი. ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ვადუღოთ, რომ კარგი ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. ეს უნდა იყოს საუკეთესო კრემოვან ხორცოვანი მასა, რაც გქონდეს მე გიჭამიათ. თუ გინდათ თქვენ სერიალი ჩართეთ, თუ გინდათ ფილმი, თუ გინდათ წიგნი დაიჭირეთ ხელში და 2 მე ვიტყოდი 3 საათი მინიმუმ მაინც დაელოდეთ. აბა წარმატებები. სტუდიაში საჭმლის კეთების პლუსი მოგიხსენებათ არის ის, რომ წინასწარ გვაქვს მზად რაღაცეები. თქვენ უნდა გაასწოროთ ეს პილპილზე და მარილზე და ახლა მოხარშოთ ფიამას ფეტუჩინი, რომლის ხორბალიც გაზრდილი არის ვულკანურ ქანებზე. რა თქმა უნდა, პასტავს ხარშავთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც აწერია შეფუთვას და კონკრეტულ საწერია 8 წუთი და წყალი რა თქმა უნდა იყოს ადუღებული და იმდენი მარილი უნდა გქონდეს, რამდენი მარილიც აქ ზღვას, როგორც იტალიელები იტყვიან, salata come il mare. ანუ ისეთივე მარილიანი, როგორც ზღვა. ანუ ბევრი მარილი. ავიღოთ 2 ცალი ფეტუჩინი, ჩავაგდოთ მოსახრეშად. ეხლა გადავიტანოთ მოხარშული პასტა ბოლონეზის რაგუსთან. დავამატოთ ცოტა პასტის წყალი და კარგად ამოურევთ. ეს კარგი ემულსია გამზადდა. ეხლა შეგვიძლია რომ გადავიტანოთ და გემრიელად მივირთვოთ. ესა ჩვენი ბოლონეზე ფიამას ფეტუჩინისთან ერთად. ეს ყველაფერი დროის ამბავში თქვენ დაგიჯდებათ დაახლოებით 4 საათი ღირს ყოფილი ლოდინად. და ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, უფრო მეტის გაკეთება მოგინებათ, შეგიძლიათ რომ პირდაპირ 2-ზე გამრავლოთ ის ინგრედიენტები, რომელიც დღეს ჩამოვთვალეთ და თავისუფლად გაკეთებთ 2 მაგს, 3 მაგს ან 4 მაგს. ეხლა მოდით გავსინჯოთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. ის 4 საათი რომელსაც დავუთმობთ ამ კერძს, საუკეთესო იტალიურ საღამოს მოგიწყობთ შემდეგ, იმიტომ რომ მართლა ღირს ძალიან გემრიელია და ბევრი რო გააკეთოთ, მე შეგიძლიათ რომ გაყინოთ. 6 თვე. ნახე პანჩეტა ძალიან მოხდებოდა, მაგრამ ეს ბეკონის შებოლილი არომატი ძალიან კარგი არის. ძალიან მომშვებია ამასობაში. ეს ჭამას ვარ გაყურებინოთ. ძალიან დიდი მადლობა თუ დარჩით აქამდე და უყურეთ ამ ვიდეოს. იმედია რომ გამოგადგებათ და ისწავლით თუ როგორ უნდა გაკეთდეს ნამდვილი ბოლონეზე და მართლა ძალიან გამოგადგებათ ცხოვრებაში, რადგან უგემრიელი соуსი არის. თუ მოგეწონათ, გთხოვთ დაგვიწეროთ კომენტარებში თუ რისი სწავლა გინდა შემდეგში და რა გავაკეთო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარეს ღილაკი, რომ ერთად დავაშინოთ სუფრის კუზის პატარა კიბერსოფელი. თქვენი ეგერთი წკაპუნი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ გთხოვთ ის გააკეთეთ, რაც მანამდე ვთქვი. ლაიქი, გამოწერა, გაზიარება, ღილაკი, ზარისი. Bye.